სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ამჯერად ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გამოიკითხა. 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები უკვე წარუდგინა. გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები, გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ქვეყანაში ერთგვარი ხელოვნური ქაოსი, რაღაც კრიზისის მომენტები, რყევები, მიმდინარეობდა რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა. ამ საკითხებში იყო ჩართული გარკვეული უცხოური აქტორების და დამფინანსებების და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს დესტაბილიზაციის მცდელობა. მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ქვეყნის კარგად განვითარების საშუალება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი.